24 წლის წინ 5 ოქტომბერს გაგრა დაეცა. ქალაქზე შეტევა 1 ოქტომბერს საღამოს 6 საათზე დაიწყო და 2 ოქტომბერს მტერმა გაგრა ალყაში მოაქცია. ქართული მოსახლეობა იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. ვინც ვერ მოახერხა მათ საშინელი სისასტიკით გაუსწორდნენ. ტრის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები, ხელოვნურად შეკვეწიწებული და საქართველოსთან დაპირისპირებული ჩრდილოკავკასიური კონფედერატების, ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის, ეგრეთ წოდებული აფხაზური გვარდიის ძალისხმევით განთიადი ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა აღმართეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 5 ოქტომბერი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. გაგრაში განვითარებულ მოვლენებს ყოველწლიურად იხსენებს აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება. 5 ოქტომბერს თბილისში საზოგადოებრივი კავშირის გაგრას ორგანიზებით აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ომის მონაწილეებმა გაგრის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სამწუხაროდ გაგრიდან დაიწყო ეს ყველაფერი, დაიწყო ეს მოგეხსენებათ აგვისტოს თვეში, 2 ოქტომბერს დაეცა თვით ქალაქი გაგრა და 5 ოქტომბერს დასრულდა ლესელიძე განთიადი და მის შემავალი სოფლები უკვე დაიკავეს სეპარატისტებმა. გაგრიდან დაიწყო ეს ტრაგედია და გაგრიდან დაიწყო გენოციდი, რომელიც მოხდა აფხაზეთში. ეს არ არის მარტო გაგრელები, ეს არის მთელი საქართველოსი იყო ჩამოსული იქ გულანთებული ბიჭები და იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თავის სამშობლოს. მე გაგრაში ვიყავი ლესელიძის ბატალიონის მეთაური. პირველ დღიდანვე ვიყავი ჩართული, მაგრამ რაც გაგრაში ხდებოდა, ეს იყო კარგად დაწერილი სცენარი. ძალიან მტკივნეულია დღევანდელი დღით გახსენება ამ ყველაფრის. ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ იმ დღეებში, რომელსაც იარაღის ხმარებაც არ ითქვენ, მოკიდეს იარაღი და წამოვიდნენ სამშობლოს დასაცავად. რომელიც პირველი დაიღუპა, ეს იყო ფანგანე ვალერი, რომელიც გაგრაში დაიღუპა გმირულად. დღევანდელ დღეს დაეცა გაგრა, გავიდა 24 წელი ამის შემდეგ. ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, ძალიან მიმძიმს მე ყველა იმ ბიჭების გახსენება, რომლებსაც თავი შესწირეს. ყოველ წელს ჩვენ იმ დაღუპულ ბიჭებს ყველას, ვინც გაგრას თავი შესწირა, ეკლესიაში პარაკლისს უხდით. აქ ეკლესია შენდება და ეკლესიაში მამაო არის ჩვენი გაგრელი. უბრალეს ყოვლისა ძალიან დიდი სამძიმარი მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ოჯახის წევრი დაკარგა. არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც არ შეეხო ეს ტკივილი, ეს тухარება. მაქსიმალურად ჩვენ მადლობა ღმერთს გვაქვს საშუალება იმისა, რომ ამ ტკივილებს სწორად უმკურნალოთ და ეს არის ეკლესიური გზა, ღვთისკენ მიმავალი გზა. აი ამ ტკივილის მოშვებასაც ალბათ შევძლებთ ჩვენ. თუ რა თქმა უნდა, რწმენა ჩვენში გაძლიერდება. იმ დღესვე ღონისძიების მონაწილეებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ხსოვნას. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ზუგდიდში მაცხოვრის კარის ეკლესიაში და ქუთაისში სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.